ეს არის პოლიტიკური ამოცანა იმისა, რომ როგორღაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო დაუქვემდებარონ რეჟიმის კონტროლს. ეს იქნება განათლების სფერო, თუ მანამდე ჩვენ ხედავდით, როგორ მიადგნენ ესე პირდაპირ ნაჯახით თეატრს, კინოს ან კულტურის სფეროს დიქტატურის ლოგიკა ხო ეგ არის. სრულფასოვანი დიქტატურა ვერ შედგება მანამ, სანამ არ აკონტროლებს ერთი ძალა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მით უმეტეს იმდენად მნიშვნელოვანს, როგორც არის აკადემიური სივრცე და ამაზე თვითონაც საუბრობდნენ გასული წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძაფრად შეეჩეხნენ აკადემიური სივრცეებიდან პროტესტს წინააღმდეგობას მათი ავტოკრატიული თუ დიქტატორულ ძრახებთან მიმართებაში და ამბიციებთან, მისწრაფებებთან მიმართებაში. მე უბრალოდ მინდა საზოგადოებას გავახსენო, შეიძლება არქივიდანაც ალბათ შეიძლება ამის ამოღება, კობახიძის ეთერი 2024 წლის გაზაფხულის, მაშინ როცა მოქალაქეები განსაკუთრებით აქტიურად სტუდენტები იდგნენ ქუჩაში და წინააღმდეგობას უწევდნენ საქართველოში პუტინის ტიპის, პუტინის სტილის დიქტატურის გაფორმების მცდელობის წამოწყებას, აი რუსული კანონის შემოტანით, მაშინ პირველად იგრძნეს აი ესეთი მძაფრი წინააღმდეგობა ამ აკადემიურ სივრცეებში. დაჯდა კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და აბსოლუტურად ღიად თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ რაც გავიფორმებთ აი ამ არჩევნებში გამარჯვებას, ერთ-ერთი პირველი რაც იქნება ის რომ მივადგებით უნივერსიტეტებსო და უნივერსიტეტებს გავწმენთ, ასე ვთქვით, ნაცების შემოყრილი ლექტორებისგან მოკლედ, რომელმაც ესე რაღაცა თითქოს აურიეს ფასეულობათა სისტემა სტუდენტებს და ასე შემდგომ. მაშინ ღია ტექსტით განაცხადა ამის შესახებ და პირველი ამოცანა იმ არჩევნების შემდგომ იდგა ეს და გასაგები მიზეზების გამო მაშინ რაღაცა იმთავითვე ვერ მოახერხეს, თუმცა დღეს უკვე როგორც ჩანს დადგა ამის დრო და მომენტი, ოღონდ ამას არ აკეთებენ პირდაპირ რაღაცა წმენდის სახით. ამას დაარქვეს განათლების რეფორმა, რომ თითქოს ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, რაც ბუნებრივად გამოიწვევს რაღაც ტიპის რეორგანიზაციას იქ სტრუქტურულად, მათ შორის თანამშრომლებთან მიმართებაში და ჩვენ ნახავთ მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში თელ რიგ პროფესორებს აკადემიურ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც შეეწირებიან, ასე რომ ვთქვათ, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ შეეწირება აი ამ რეფორმას და სწორედ ამ მიზანს ემსახურება გარდა იმისა, თავი რომ დავანებოთ, რაც ასევე ღიად თქვეს, რომ უნდათ უნივერსიტეტის შენობების კორპუსების გაყიდვა საკმაოდ სარფიან ადგილებს ეხება სხვათა შორის საქმე, იმიტომ რომ მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსები რო წარმოვიდგინოთ, პირველ და მეორე კორპუსს ბუნებრივად ვერ შეეხებიან, მაგრამ მესამე, მეხუთე, მეექვსე კიდევ რომელი კორპუსები არის ჭავჭავაძეზე მერვე შუა ჭავჭავაძეზე ხო ფაქტობრივად მთელი რიგი უნივერსიტეტის კორპუსები არის შუა ჭავჭავაძეზე საკმაოდ სარფიან და მომგებიან ადგილას, რომლებიც გამოდგება მათი ბრჭყალებში მეგობარი ბიზნესმენებისთვის, სასტუმროების თუ საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად. ეს ასე ესმით საბოლოო ჯამში განათლების რეფორმა